მოგესალმებით კლინიკა ტრიბედიდან. მე მოგიყვებით როგორ გახდა ვარდისფერი ფერი იმედის და ჯანმრთელობის სიმბოლოდ. დღეს ვარდისფერი ლენტი არის ზუზუს კიბოს შესახებ და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. ოქტომბრის თვე, ვარდისფერი ოქტომბერი, ზუზუს კიბოსთან ბრძოლის და ცნობიერების ამაღლების თვეა. მოგიყვებით ისტორიას, როგორ შეიქმნა ისტორია ვარდისფერი ლენტის შესახებ. ვარდისფერი ლენტის ისტორია იწყება ამერიკაში გასულ საუკუნეში 1994 წელს. შარლოტა ჰეილი იყო ერთ-ერთი გადარჩენილი პაციენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც პირველმა დაიწყო ცნობიერების ამაღლება ზუზუს კიბოს პრევენციის შესახებ. მან ათასობით ბარათი დაარიგა ნიუ-იორკის ქუჩებში, რომელზეც ატმისფერი ლენტები იყო იმაგრებული. წერდა გამოჩენილ ქალებს და ყოფილ პირველ ქალბატონებს ალბათ იმ იმედით, რომ ეს ქალბატონები გამოიჩენდნენ მცირეოდენ გულისხმიერებას და ინტერესს, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად მისი მესეჯი ზედაპირულად გავრცელდა და შედეგი არ გამოიღო. რამოდენიმე ხნით ადრე სუზან ჯი კომენის ზუზუს კიბოს ფონდმა პირველმა გამოიყენა ვარდისფერი ფერი როგორც სიმბოლო ზუზუს კიბოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში და 1991 წელს ნიუ-იორკში გამართულ მარათონის ყველა მონაწილეს გადასცა მუქი ვარდისფერი ბაფთა, მაგრამ ასეთი მასშტაბური რბოლისთვის ეს იყო მხოლოდ პატარა დეტალი, რომელმაც ამჯერადაც დიდი რეზონანსი და დიდი გამოხმაურება არც მოყოლია და არც გამოუწვევია. სინამდვილეში პოპულარიზაცია ვარდისფერ ბაფთას მოუტანა 1992 წელმა, როდესაც Self მაგაზინს შეუერთდა ესთე ლაუდერი და მათ გააკეთეს ერთობლივი აქცია. პირველად 91 წელს Self მაგაზინმა გამოსცა ჟურნალი ზუზუს კიბოს ცნობიერების ამაღლების შესახებ, რომელშიც მიწვეული რედაქტორი ეველინ ლაუდერი იყო. მთავარი მოქმედი პირი ქალბატონი ლაუდერი, არა მხოლოდ კოსმეტიკური გიგანტის ესთე ლაუდერის ვიცე-პრეზიდენტი იყო, არამედ ის იყო გამოჯანმრთელებული პაციენტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე თანხმეთ, იმიტომ რომ პირადი მაგალითით შემიძლია გითხრათ, თორსა ყოფილი ონკოპაციენტი ხარ, мотивация სულ სხვა არის ამ დროს. გადარჩენილი პაციენტი შემდეგ სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად აზროვნებს და ჩვენი სურვილი და ბრძოლა ამ გზაზე სულ სხვანაირია. და მე მისმის ამ ქალბატონების შემართება და თამგანწირვა, იმიტომ რომ ეს იმდენად მძიმე და საოცარი ბრძოლა არის, სევდიანი, ტკივილიანი ბრძოლა არის, რომ როცა გადარჩები ხვდები, რომ შემდეგ წინა ადამიანი უკანა ადამიანის გზა არის და ამ ბრძოლას აქვს ძალიან კარგი, ლამაზი და ესეთი მტკიცე იმედი და მიზანი. სინამდვილეში პოპულარიზაცია ვარდისფერ ბაფთას მოუტანა 92 წელს, როდესაც Self მაგაზინის შეუერთდა, როგორც გითხრათ, ესთე ლაუდერის და მათ გააკეთეს ერთობლივი აქცია, ხოლო როდესაც 92 წლის მეორე ყოველწლიური გამოცემის დრო მოვიდა, რედაქტორი ალექსანდრა ჰეპენიმ და ქალბატონ ლაუდერმა შეიტყვეს ჰეილის ატმისფერი ლენტების შესახებ. თვით ჟურნალის Self მაგაზინის მთავარმა რედაქტორმა გადაწყვიტა, რომ დაკავშირებოდა ქალბატონ ჰეილის, რომ იგი მათი კამპანიის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ ჰეილიმ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა Self მაგაზინის კომერციული ინტერესების გამო, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს. როდესაც ონკოლოგია და სხვა მძიმე დაავადება კომერციული ინტერესების წყარო ხდება და კომერციული ინტერესები ძალიან მკვეთრად გამოიხატება ხოლმე, ეს ძალიან აფუჭებს საქმეს და ძალიან გულსატკენია ხოლმე და ძალიან კარგია, რომ ქალბატონმა ჰეილიმ თავის დროზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მომდევნო წლებში შარლოტა ჰეილიმ და ეველინ ლაუდერმა განაგრძეს თანამშრომლობა და შექმნეს ვარდისფერი ლენტი. ფერი შექმნა ვარდისფერი ბაფთის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი აღმოჩნდა. ეს უნდა ყოფილიყო პირველ რიგში ქალურობის, შემდეგ ელეგანტურობის და რაც თავარია იმედის ფერი. დღეს უკვე მთელ სოფლიოში ვარდისფერი ბაფთა აღიქმება ზუზუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების სიმბოლოდ. და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს
აი ამ ჩვენმა ყოფამ ყოველდღიურობამ გულისხმობ პანდემიას, რატომაც მეორე ან მესამე პლანზე გადაწია ძუძუს კიბოს ქალბატონებში, განსაკუთრებით ჩვენს პოპულაციაში, ქალბატონებში ძუძუს კიბოს პრობლემა. თუმცა ეს პრობლემა აღმოჩნდა ჩვენი პირდაპირებითაც, რომ არსად არ წასულა პირიქით პანდემიის პერიოდში დათრგუნული იმუნიტეტი, დეპრესიული ფონი, თურმე ძალიან უწყობს ხელს ამ დაავადების პროგრესირებას და ერთადერთი გზა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ონკოპრევენცია. გარდა იმისა, რომ ცნობიერება უნდა იყოს ამაღლებული და მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეთ ძუძუს კიბოს შესახებ, აი ეს პატარა ვიდეო თუ დაგეხმარებათ, კლინიკა ტრიმედი გაძლევთ ამის საშუალებას, რადგანაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია აპარატურა და აპარატურა, რომელთაც ჩვენი კლინიკა არის აღჭურვილი, არის პრემიუმ კლასის ბოლოთაობის გააჩნია, მაღალი რეზოლუცია, ძალიან ზუსტი გარჩევადობა და მერწმუნეთ ონკოლოგიისთან ბრძოლის გზაზე დიაგნოსტირებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა იმისა, რომ რადიოლოგები არიან უმაღლესი კვალიფიკაციის, რომლებმაც აპარატის წაკითხვა, პროგრამული უზრუნველყოფის გარჩევა იციან და ყველაზე მთავარი ქალბატონი დოდო ორჯონიკიძე, ჩვენი მამოლოგი, მატრიარქი, ხმამაღლა ვამბობ, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად იბრძვის იმისთვის, რომ დავდოთ ის სანუკვარი შედეგი, რასაც ქვია დროული დიაგნოსტირება, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ძუძუს კიბო და აქედან გამომდინარე მასთან ბრძოლის ყველაზე ესეთი დამზოგავი მეთოდები, როცა გადარჩება ძუძუც მოკვეთას, როცა დაიზოგება სახსრები, დაიზოგება ნერვები, დაიზოგება თქვენი ახლობლების განწყობა, ხასიათი, იმიტომ რომ თქვენ ხომ ძალიან ძვირფასები ხართ თქვენი მეუღლებისთვის, თქვენი შვილებისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ, ყოველივე ამის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მთავარი არის, რომ საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში კვლევა იყოს გონიურული ფასი ქონდეს. ამის გათვალისწინებით კლინიკა ტრიმედი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩვენთან კვლევა, ძუძუს ეხოსკოპიური კვლევა, ეგრეთ წოდებული ულტრაბგერდი კვლევა, მხოლოდ 25 ლარია და თამამად ვიტყვი, რომ არ უყავს ანალოგი ამ ტიპის კვლევაში, ამ ტიპის აპარატურით და 25 ლარი ზუსტად იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალბატონებო პრევენციის მიზნით ან უკვე დადასტურებული ავადმყოფობის მონიტორინგის ფარგლებში ჩაიტაროთ ძალიან მაღალ ხარისხოვანი, ძალიან სრულყოფილი სკრუპულოზური კვლევა კლინიკა ტრიმედში, ქალაქის ცენტრში, პეკინის 17 ნომერში. კომენტარში მითითებული იქნება ჩვენი კლინიკის ტელეფონის ნომერი და 25 ლარი იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვენ გადაირჩინოთ თავი, დაიზოგოთ სიცოცხლე და ონკოპრევენციის ფარგლებში იყოთ შეიარაღებულები, გადარჩენილები, დაზოგოთ თქვენი სიცოცხლე, თქვენი გარშემოყოფების სიცოცხლე და დროულად მიმართოთ ყოველ შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ, ვინც მიმართავს და ამას წესად და ჩვევად აქცევს, დამერწმუნეთ, რომ საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ დროულად აღმოჩენილი, დროულად მიხედული პრობლემა მოგვარებადია. მოკლედ, ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებულია, გელოდებით კლინიკა ტრიმედში, კვლევა, როგორც გითხარით, 25 ლარია, შეხვედრამდე. მადლობა ყურადღებისთვის.